სალამი მეგობრებო. დღეს მივიდივართ Vortex Fitness-ში, ფეხის დღე მაქვს. მანქანაში ჩაწერა დამავიწყდა, მაგრამ იმედია ასეც მიიღებთ ვიდეოს დასაწყისს და აბა დავეშვით. ეს ტოდეული სალაპარაკო. არ ვიცი რამდენად ჩავატე ამ ყველაფერს, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები. განახლებული ვარჯიშები როგორც ვთქვით, აქვს ყველა. ფეხის დღეისათვის ისეთ ერთგვარობით. განახლებული რა, წინაზე თუ ვაკეთებ მაგალითად 3 წელს, 100, 120 შემდეგ, ეხლა ვაკეთებ 100, 120, 100 და ისე 100. მაქსიმალურად ყუთი გავთიშო. შევარდეთ ახლა მეორე მისვლას. მე განვიხილოთ ერთი ძალიან კარგი აპლიკაცია, რომელსაც დარბაზში ვარჯიშისთვის ვიყენებ. სოციალიზაც 12-ზე ჯერ ჩავჯექი მარტივ. როცა დავიწყე ვიდეოების ჩაწერა და გადება, შემიხმიანნენ აი ეს კარგი ბიჭები, რომლებიც ქართველი ბიჭები, რომლებიც აპლიკაციას აწყობენ დარბაზის ნოუთების სახით და სადაც შესულია ჩვენი სტატისტიკები, ისტორია რა ვივარჯიშეთ. შეგვიძლია ჩვენი სეტები ავაწყოთ, გას როგორ ვარჯიშობთ და წონაზე ჩავასწოროთ, შემდეგ დღეს პროგრესი გვაქვს და დავამატოთ ერთ წონა და ასევე მუშაობენ ახლა ახალ ნაწილზე მეჟერმენტები ქვია გათვალო დაახლოებით ება და ასე შემდგომ და შემიწონები როგორ დააპროგრესირონ, რომლებიც როგორც მითხრეს შემდგომი 2 თვის მანძილზე ჩაეშვება. სულ 3 თუ 4 თვე არის პროგრამა მუშაობს. ცოტა ბაგები აქვს, მაგრამ ბოლოს ნახევარია ბაგები. დაახლოებით 10-15 ვარჯიში ჩავუნიშნო და სტატისტიკაც ძალიან კარგად მოაქვს. ნუ აქაც ამოვანათებინებ, მაგრამ აი ეს ერთი პატარა Gym Note ქვია აპლიკაციას, media chance. ნუ ამ ყველაფერს მე აღწერაში ჩავაგდებ, ლინკით და ყველაფერით. ვეცდები რომ ალე ფასიან ვერსიაზეც ფასდაკლება შემოგთავაზოთ. შეგიძლიათ გადმოწეროთ უფასო ვერსიას თითქმის ყველა შესაძლებლობა აქვს, თუმცა ნელ-ნელა დაემატება რაღაც შესაძლებლობები, რომლებიც ფასიან ვერსიას ექნება მხოლოდ და მხოლოდ. რეკომენდაციას ვუწევ, როგორც ვთქვი, ცოტა ხარვეზები აქვს, მაგრამ ჯერ უჩით არის, რაც ეს აპლიკაცია არის გაშვებული. შევხვდიან ვიჭებს ვისაუბრე და ძალიან დიდი გეგმები აქვს. ახლა მათ მონდომებას და წარმატებები ვუსურვოთ. აი ასე ვიცი, ყველაზე მძიმე წონა. მაქსიმალურ რაოდენობას 12-მდე ჩავჯდები და ეგ არის. ვაჯერ ჩავჯექი, კარგია. წინაზე 4 ის. წინა ვიდეოებში კი ვახსენებ. არჩევ ისებს ვიმუშაობ, რომელიც ისიც ყველაზე სულ ვარიანტი სექტემბერში შეიშვება. იქამდე შეიძლება ჩაიშვას, მაგრამ მეჩვენია რომ იანეთ არ ვიკითხავ ადრე და მე გადასცეს. მაგრამ იქამდე მაქვს ერთი კარგი სიახლე, ეს საწყობები რო ავაწყოთ. ამისთვის ეხლა ვმუშაობ ოფიციალურად სიაზე, რომ განსაკუთრების დროს ისაღებ საწყობების თითქმის სულსი. რამე განსაკუთრების არ გავაკეთებთ. ერთადერთი იქნება ის, რომ სოუსებს დავამატებთ და სულს. მაგრამ მაგ საწყობების სიას უკვე მაქსიმალურად გამოვწილავ და ავაწყობ. შევქმნი ფაილს, რომელიც გაზიარდება და დავდებ ლინკს რა. და იმედი მაქვს მალე იქნება, რომ ალბათ რა ვერიტურის ვარდაში იქნება წესით და გაგიზიარებთ, რომ მე თქვენიც შეგეძლებათ, რომ ავაწყობ. იმის სული რაღაცები დავამალო და მე ისე ვაკეთებ, შეძლებ გააკეთებ, მაგრამ რამე მაგიას არ ვატარებ. უბრალოდ ცოტა მეკეცობა გვაქვს ვიდეო სტანდარტულად ადამიანის იმიტომ კურსები გავიარე, ვისწავლე YouTube-ზე, ასე შემდეგ და ვცდილობ რომ აქცობნას და
ნაცნობობას მზარეულობთან, მეგობრობთან მისცე შემდგომ ტრენერებთან მოუყაროთ თავში და დავაწყო იდეალური კურსი. შეგიძლიათ გააწყოთ ძალიან ჩვეულებრივად საკვებები სურვილის სამეთ. წონა მძიმე არ არის 140 ახან დავაკელი 20 კილო არა კომპიუტერ ბრელია გავასწრებით ამოვიწევთ Instagram-ი და TikTok-ი Telegram-ს აღწევს კითხვები დავუშვათ გიორგის არამგოების დახმარების თქმა არ არის პრობლემა დავუშვათ ეს ერთიც და შემდგომ გადავიდეთ ჩაჯდომების ენაჟურს სხვადასხვის ეს შორტი რომ მაჩვ ისეთი დიდი მქონდა მეთქი ახლა ამას როგორ შევავსებხვიში რა ეხლა პირიქით გონია რომ პატარა არის იმიტომ რომ ვუჯდები მაწუხ 67-დან 21-მდე ავედი 25 იანვრიდან მარტის ბოლომდე იმდენად დაიღალა ორგანიზმი რომ მეც ვეღარ ვიმატე საკვებსაც უკვე იმდენს ვიღებ რომ 85 კი რა 30 წუთი ვიყო მაგრამ ორგანიზმი ძალიან დასტრესდება ამდენი მიყובה გამისდება რაც სიმარტივი არის ჩვენ არც არა ჯობია 2-3 კილოთი ნელ-ნელა ახლა წაიღოთ 15-ს გავაკეთე ეს ვარჯიში ჩაჯდომების ტრენაჟერები დავტოვე იმიტომ რომ ძალიან მაგარი ვარჯიშია და ჩაჯდომების მერე ამაზე უკეთესი არაფერი არ არის ჩემი აზრით ვინც ჩაჯდომებს ვერ აკეთებს ან ვინც აკეთებს ეს ვარჯიში ან ეს ან სხვანაირადაც არის მაგრამ ტრენაჟერებზე ჩაჯდომები არ ამიერთებს რა მრავალფუნქციურად მოქმედებს ორგანიზმზე და ძალიან მატებს პლუს იქ რა წუნითაც მომთავ ფასვაბუნჩით აქ მოგით ვიწყო ან დავამატებ თუ გამატებ და ან დავტოვ იგი მივვარდეთ აუ მაგარი სული ეხლა მე თუ 160-ს გავაკეთებ კარგად 12-ს ესე იგი 180-საც გავუკაჩავ ძიმი არის და ზიზღობაფის ალბათ ხედავთ რომ ეხლის დღეს იქად არ შემიცვლი არაფერი ამის მთავარი მიზეზი ის არის რომ შედაც ყველაზე კარგი ვარჯიშები მქონდა და ბოლომდე ეხლის წუდა ბოლომდე იმიტომ უარესი ვარჯიშებით შეცვლას უბრალოდ ვარჯიშია რომ ზოგიერთი ვარჯიშის რაოდენობა გამეზარდა სუპერსეტი დამემატებინა არ გამოვა ძმაო ეს შენს პროექტებზე სულ საუბრობ და ინფორმაციებს არ გვაწვდიო მეტყვიან მერე ალბათ არავის არ გაუკვირდება რომ პირველ კრიტერიუმად შევსვი დარბაზის ჰიგიენა და სისუფთავე იქიდან გამომდინარე რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრენაჟერებზეც კი არის სისუფთავე იმიტომ რომ შეიძლება უბრალოდ წოლჟიმის ვარჯიში ხონდეს ორგზელი ცოტა განტელები ბლინები და საერთოდ არ უწიწინებ თუ დარბაზი იქნება სუფთა მაგრამ თუ სუფთა არ იქნება რაც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა წინავდეს ტრენაჟერები ჩემთვის დიდად მნიშვნელობა არ აქვს მეორე ავსვი ტრენაჟერების მრავალფეროვნება რაოდენობაც გასგულისხმობ ხარა ის რომ მაგალითად ტრიცეპსის ვარჯიში შეიძლება 5-6 მეტრზე გააკეთო შეიძლება ერთი კონდეს დარბაზს და არ დაიწუნება შეიძლება კონდეს 5 სხვადასხვა აქედან გამომდინარე ჩემთვის მნიშვნელობა მაგასაც აქვს რას გვთავაზობს დარბაზი ეცია შემდეგი არის ტრენაჟერების ხარისხი სიმღერა არის ძალიან მაღალი
ძალიან ბევრ დარბაზში ყოფილა, სადაც ტრენაჟერები ისეთ მდგომარეობაშია, შეიძლება ერთ ივარჯიშო, რაც საბოლოო ჯამში ძალიან დიდ დისკომფორტს გიქმნის, კამრები რო არ არის, დახეულები როა და ასე შემდეგ რა. ამ ვარჯიშს მოვჭით, შემდეგ კრიტერიუმში მიწერია გამოყოფილი ზონები, რას გონებს ხმობიხარ რა. ზოგდარბაზში არის ყველა სივრცე ერთი. რაც უფრო მეტ ქაოსს ქმნის, პირები ერთმანეთს ხელს უშლიან და ასე შემდეგ. იოგის როცა იოგის სივრცე, ტრენაჟერების სივრცე ცალკე, კარდიოს სივრცე ცალკე და ასე შემდეგ. ბევრად უფრო კომფორტულია, მაგალითად კარდიოს მისაკეთებსა იოგას. ან თუნდაც კრივს ეგ ცალკე როა რა, ცალკე ოთახში და თავის კონში შემდეგი ვარჯიში წეს, თავით სუპერსეტი და თუ აქვთ ეგეთი ტრენაჟერი არ ვიცი, მოუძები. მაგრამ იცამდე ვიტყვი შემდეგ ერთ კრიტერიუმს, რომელიც არის მიმღებში რა. ძალიან ბევრი დარბაზი არის, თუმცა ზოგანი ვერ შევხვდი. მიმღებში რომ მიდიხარ და შეგიძლია ნებისმიერი დანამატი იყიდო. შესვლისას ბეცია, ენერგეტიკი, პროტეინი და რაღაცები რა მოკლედ რა, რაც ვარჯიშამდე და ვარჯიშის მერე გჭირდება. რასაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და რატო ეხლა რა? შეიძლება რაღაც დანამატს ვიღებ, მაგრამ სიჩქარეში ფიზიკურად გამომრჩა, წამოღება ან მიღება სახში, ან სამსახურიდან მოვდივარ და ვერ მომაქვს, ხო? მიმღები როცა ამას თავაზობს, დარბაზისთვისაც არის კარგი, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მაგარია, იმიტომ რომ არ ჩამივარდება იმ პროტეინის მიღება. იქიდან გამომდინარე, რომ სუპერსეტის ფიზიკურად ვერ ვაკეთებ, ზოგადად არის ფეხის აესი განშტოება, რომელიც პირიქით მოხდაშიც გეხმარება და სუპერსეტის გაკეთება შეგეძლო. ამიტომ ან ცალ-ცალკე გავაკეთებ, ან უბრალოდ ამას გავაკეთებ 5 მისვლას და ეგ იქნება რა. თუმცა იქამდე დავშალოთ შემდეგი თემა. ხო თქვი რომ ცალკე კარდიო, იოგა სივრცეები ძალიან კარგია მეკი რა. მაგის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ტრენაჟერებს შორის არსებული სივრცეები რა. როცა ტრენაჟერები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის, ნუ არა კომფორტულია რა შეგვიძლია ვთქვა. ზოგ დარბაზში ზედმეტად ახლოს არის, ზოგ დარბაზში ძალიან გაშლილია. არ არის ზედმეტად გაშლა და ტრენაჟერებს შორის რაღაც ოთახების არსებობა საჭირო, მაგრამ მცირე სივრცე იმისთვის ვთქვათ ბლინები და ამაგრო გაიარ გამოიარო წრე მინიმუმ შეგეძლოს დააწყა არის დიალოგი რა. იმიტომ ესეც რამდენად გაშლილად დევს ტრენაჟერები და რამდენად გაქვს შესაძლებლობა რომ თავისუფლად ტრენაჟერზე ივარჯიშო და ჩემი ვარჯიშით ხელი არ შეუშალო სხვას ძალიან მნიშვნელოვანია რა. ან ზოგადად მაგალითად ჩაჯდომის ტრენაჟერები როცა აქვთ უბრალოდ ერთი ყველაზე მეტი მაგაზიანებს ხოლმე იქ რა. 2-3 მაინც უნდა იყოს, იმიტომ რომ პიკის საათში ზურგის ჩაჯდომების წიაგის ვარჯიშს აკეთებს ყველა ფაქტიურად და ვინც ვარჯიშობს დარბაზში და კარგად ვარჯიშობს რა. მაგის ერთი მატორობა ის ძალიან დიდ პრობლემას, იმიტომ რომ ვიღაცა სადღაც კუთხეში დგას, ცდილობს რომ რაღაც გააკეთოს, მაგრამ იქ ახლოს სხვა ტრენაჟერია და მოკლედ ყველა ერთმანეთს თავზე აზის რა. ესეთი ძირითადი ტრენაჟერები აუცილებლად ბევრი უნდა იყოს რა. აქ თანმიმდევრობა იდეაში უბრალოდ მიწერია და არა იმის მიხედვით რომელი უფრო მნიშვნელოვანია. იქიდან გამომდინარე რომ მაგალითად მერვეში ეხა მიწერია ზოგადად სტილი, განათება და ვენტილაცია. ყველაფერი ერთად. და რა იგულისხმება ამაში რა. ყოფილად დარბაზებში, რომლებსაც იდეალური ტრენაჟერები აქვთ, თუმცა იმდენად ცუდი განათება არის, რომ საკუთარ თავსაც კი ძალიან ისეხებია. ხოლო მაგას აღებული მნიშვნელობა აქვს და მეორე კიდევ ვენტილაცია, იმიტომ რომ დაღლილი რო ხარ რაღაცას ბოლომდე გაწურავ შენ თავს და ჰაი რო გჭირდება და ვენტილაცია და რო გინდა რომ გოგიწევს და გარეთ გახვიდე და წესიერად ჩაისუნთქ ძალიან დიდი პრობლემაა ეგ რა. ესენი უნდა იყოს უეჭველი გამართული. კიდე მე მაგალითად ძალიან დიდ პრობლემას მივხვდის მუშაობის საათები. ვინც ნუ ეხლა 10-დან 15-მდე მუშაობს, შეიძლება მისთვის პრობლემა არ იყოს, მაგრამ ჩემი სამუშაო გრაფიკი თითქმის არასდროს ყოფილა 10-დან 20-მდე. ამიტომ არასტანდარტულ დროს შევიწყდი. არასტანდარტულ დროს შევამთავრე ხოლმე სამუშაოს. ცოტა დრომში ვახმე რომ ვიარჯიშო. რომ ზოგიერთი დარბაზი გვიან იხსნება, ზოგიერთი ძალიან ადრე იკეტება. ეხლა როგორც ვხედავ, ყველა დარბაზი დაახლოებით პირველ საათამდე კომენტარზე არის.
მაგრამ ჩემთვის ძალიან კომფორტულია მაგალითად Lion Fitness, იმიტომ რომ 2 საათამდე არის. როცა ვიცი რომ გვიან მომთავრებ სამსახურს, ვიცი რომ Lion-ში ვიყავი და უეჭველი მოვასწრებ ვარჯიშს რა. და ზოგადად ადრე გახსნას და გვიან დახურვას ძალიან დიდ პირს ემა მე დავაი დავწოთ. გამჩამარტო 2, იმიტომ რომ 8 შემოთვალე. მე-9 და არანაკლებ მნიშვნელოვანი ჩემთვის არის ლოქერბუნები რა. ზოგიერთი დარბაზი ძალიან ცუდა ყურადღებას აქცევს ამ ნაწილს. სინამდვილეში ანდაც ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენა. დარბაზი როგორც ისეთი რომ 100 კაცი ვარჯიშობს ისევ ერთმანეთს ვერ შეაწუხებენ და ლოქერბუნში როგორც 80 კაცის ადგილი არის ძალიან ცუდი. მაგას ჯობია რომ დარბაზის სიმსე იყოს 150 კაციანი, ლოქერბუნში ოსტა ვიდეო რაოდენობა რა. მე ხარ რომ თვითონ ლოქერბუნში იყოს მაგდე. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ადგილის ქონას, იმიტომ რომ ჩანთის გარე დატოვება მიწევს. ნუ შეიძლება მე ვაფშე ვკეტავდი, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს ხო აქვს რაღაც ისეთი ნივთი, რაც ისეთის მნიშვნელოვანია რომ არ დაიკარგოს და ურჩევნა რომ ჩაკეტილი იქნას რა. რატო ვერ ვკეტავს? და მოდი ბოლოს მას გავაკეთებ და აგიხსნით ბოლოს. როგორც აღნიშნეთ, მე-9 უშუალოდ გამოსაცვლელი ოთახები, სწორად არის სივრცე და ასე შემდგომ. ისე ჩავამატოთ რამდენად არის სარკეები იმისთვის, რომ ვარჯიშის მერე ნახო შედეგი, რამდენად არის აბაზანა, რამდენად არის საპირფარეშო ფეცაბანი და მოკლედ ეს ყველაფერი რა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხო და კიდე არ ვიცი თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეგ, მაგრამ აი ვოტექს ხო 10-დან 10-საც დაუწევთ. იმდენად სასიამოვნო და კარგი დარბაზია, მაგრამ იმში დაბლა აქვთ. გამოსაცვლელი ოთახში მოკლედ საშობი ეს ჰაერს რო უშვებს რა. ყველაზე მეტად იმაღლებს გონია ხოლმე რომ ჩემს წინ მიწყელი დაიბანა და იმას წყალი დაფერთხა, ის წყალი მეს წვიდა. ამიტომ ყოველთვის მე ისე შევდივარ საკითხებში ხელ-ხომი ხაღალს და იმით ვიშლობ ხელს, იმიტომ რომ გონია რომ ძალიან არაჰიგიენურია და ეგ შემთხვევით არის მინუსი. იმიტომ რომ აქ ამდენ სხვის მონაკეთ ტრენაჟერს ისედაც ხელს უკიდებ და იქაც რომ ხელს თავიდან ბოლომდე გემრიევალი ვერ გიმშრალებ და ვერ ვიბან, ძალიან ჩემთვის უნიკალია რა. და ბოლო არის დამატებითი მომსახურებები რა, დამატებითი მომსახურებებში ხარაშიც. ჩამოთვალეთ რომ კარდიოს თავისი სივრცე უნდა, იოგას თავისი სივრცე უნდა, კრეის თავისი სივრცე, მაგრამ ზოგადად საერთოდ არ აქვს. რო აქვს დარბაზი კიდე პლუსი. გამოყოფილი რო არის, ეგ კიდე ცალკე პლუსია რა. ამიტომ ამას ერთად ვიჩვენე. ჩემი აზრით რა თქმა უნდა სუბიექტური არის და აუც თუ რამეს დაავადებთ და მოაკლებთ, რა თქმა უნდა დამიწევით და გავითვალისწინებ რა. ხო და ეს მომსახურებები მაგალითად საუნა რო იყოს აკემატაში, ჩემთვის ძალიან დიდი პლუსი. ასევე თუ არ უნდა რამეს სხვა მომსახურებები, თუ აქვს თავიანთი აპლიკაცია, Wi-Fi-ით დამატებითი მომსახურება არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია მოგცა. ჯამში ეს 10 კრიტერიუმი სულ ეს იყო. შეიძლება ბევრი გამოვიდა თითქოს საუბრიდან გამომდინარე, მაგრამ ძალიან მარტივი შესაძლებლია ერთხელ რო შეხვალებები, გამოსაცვლელი სივრცე და ყველა ტრენაჟერს მოივლი, კარდიოს უეჭველი აკეთებ, სახში მიდიხარ და ხვდები რამდენად მისაღები იყო დარბაზი. ნუ რა თქმა უნდა ეს შეფასება არის ჩემი სუბიექტური, გარკვეულწილად. ობიექტურობა ერთადერთი იმით შემიძლია გავაბათილო, რომ ბოლო 2 თვეა უკვე აპლიკაციაში ვუძივარ Facebook-ს და ასე შემდგომ, რომ როგორ აფასებენ მომხმარებლები დარბაზებს და ყველაზე მეტად რა აფიზიანებთ, რაღაც ასე შემდგომ, როცა მივიდივარ დარბაზში, აუცილებლად შეფასებას ვუყურებ რა. და ყველაზე ხშირად რაც ხდება, ეგენიც რა თქმა უნდა გავითვალისწინებ, ხო და ეს არის ჩემი 10 კრიტერიუმი, ჰიგიენიდან დაწყებული სივრცეებით, ტრენაჟერებით და მომსახურებებით დასრულებული. და იმედი მაქვს რომ მოგწონთ და იმედი მაქვს რომ შემდგომი ვარჯიშებიდან უკვე ასე შევაფასებ დარბაზებს. შეიძლება ყოველი ვიდეო არ იყოს შეფასება დარბაზის, იმიტომ რომ ერთხელ რო დავაფასე შეფასებ დიდად არაფერი არ შეიძლება, მაგრამ ყოველთვის როცა უკვე ახალ დარბაზში მოვალ, შემდეგი ვიდეო და ყველა დარბაზი ახალი იქნება, რომელიც შეფასებები არ იქნება, აუცილებლად შევაფასებ. ნუ დღეს არ შევაფასებ ექსი, იმიტომ რომ ჯერჯერობით ინფორმაციას გიზიარებთ. და თქვენი პასუხიდან გამომდინარე უკვე
შემდეგზე დავიწყებ ეფასებს. სულ ეს არის ამ ვარჯიშის მერე გადავიდეთ უშუალოდ კალორიებზე და ცილა-ცილა ნახშირწყალზე. ამ უშლებაც ეს არის უშლებათი 2 დღის წინ, ანუ კილოგრამზე მე დავდე კალორიების და მაკრონუტრიენტების ბალანსის შესახებ, რომელშიც ხსნი რა არის კალორიები, რა არის სიცემა ბალანსი და როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენს სასიკეთოდ ეს ყველაფერი. რატომ არ მიყვარს კალორიები დაცვა ამ კითხვაზე მოდი პასუხსაც ახლა გავცემ უფრო დეტალურად და რატომ ვიყენებ სიცემას. პირველ რიგში მოდი რა სანამ ამ მისლას გავაკეთებ, გავავალოთ ხაზი იმას, რომ კალორია მუდაპირი მნიშვნელობით უდრის ენერგიას, რომელიც გამოძრაობს. რო ავიღოთ ჩვენი ორგანიზმი როგორც მანქანა, კალორია არის საწვავი და ეს საწვავი თამდე უნდა ჩავასხათ, სანამ სულიად ამოიწურება, იმიტომ რომ მე მანქანა უკვე სიარულს ვეღარ შეძლებს რა. ამიტომ ჩვენი კვება ფაქტიურად უნდა ჩავთვალოთ როგორც საწვავი. ნუ ალბათ ყველამ ეს იცის. კალორიული ბალანსი როგორ გამოიყურება, მაგას ახლა არ მიხსნით. თუ ჭამთ გემატება ენერგია, თუ არა და მოძრაობ, სუნთქავ, დადიხარ, ლაპარაკობ, მუშაობ, ვარჯიშობ, რაც არ უნდა გააკეთო, ყველაფერს ენერგია ჭირდება და იხარჯება ეს ენერგია, ანუ კალორიები რა. ზოგადად ამიტომ ითვლიან ხოლმე კალორიებს, მაგრამ მე არ ვიცი. და უხსნათ რა. პირველ რიგში გავითვალისწინოთ ის, რომ როგორ მუშაობს ახლა რა ეს ბალანსი. თუ მინდა წონაში მომატება, ჩვენს ყოველდღიურ კალორიულ რაოდენობას მაგას ცოტა ხანში აგიხსნით, რამდენი ჭირდება დღის განმავლობაში, ეგ აქტიურობის მიხედვით სხვადასხვა არის. ვუმატებ 500 კალორიას, თუ არა, ან 600, თუ არა ვაკლებთ 500 კალორიას. თუ არა და ზუსტად იგივეს ვიღებ რა, მინარჩუნებ ჭონას ვარ გემრიელი. აქედან გამომდინარე, იმის მიხედვით რა აქტივობა გვაქვს, ვითვლით დღის განმავლობაში რა კალორიები ჭირდება, მომატება გვინდა 500 ვუმატებ, დაკლება გვინდა 500 ვაკლებთ. მაგრამ მანდაც არის მერე ჩაშლები და ასე შემდეგ. ხოდა ეს კალორიები უნდა დავიწყოთ ის მიხედვით რა აქტივობა გვაქვს ცხოვრებაში. თუ არ გვაქვს აქტივობა, დიდად არ მოძრაობთ ისეთი ცხოვრების წესით, მაშინ 20-25 კალორია კილოგრამზე არის იდეალური. თუ არ აქტიური ადამიანები გვაქვს აქტიური ცხოვრების წესი, გავდივართ მეგობრებთან ერთობით, ვმუშაობთ, ვიკლებთ და ასე შემდგომ, მაშინ 20-25-ის ნაცვლად 30-30-იან, 25-35 არის ძალიან კარგი. მაგრამ თუ ვართ აქტიური ადამიანები და თან ვარჯიშობთ 1 კილოგრამზე 30-დან 40-მდე, 35-40 რო უნდა ხოლმე, კალორია უნდა გავითვალოთ. 10 კილოგრამზე თუ არ ვართ აქტიური ადამიანები და არ ვარჯიშობთ 20-25 ნიშნავს რომ 200-250 კალორია. მარტივია ხო? კი, ძალიან მარტივია. ესე უნდა დავთვალოთ, ამას გადავთვლით ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე, ეს არის სტანდარტი. ნუ შეიძლება ცოტა მეტი დაგჭირდეს, შეიძლება ცოტა ნაკლები გააჩნია და ესე ზუსტად ვერავინ ვერ კითხვის, მაგრამ ეს არის სტანდარტი რა. ამას რო გადავთვლით, მერე მაგ მიღებულ სიფრს დავუმატებთ 500-დან 600 თუ გვინდა მომატება, გამოვაკლებთ 500-დან 600 თუ გვინდა ეგა. ისი თქმა მინდა კიდე რა, იმის რომ წონის კლების დროს ზოგადად ცდილობენ ხოლმე რომ 500-ის გარდა 1000 კალორია მოიკლონ და მაქსიმალურად მივახლოვდნენ ზღვარს, რომელიც როგორც ამბობენ არის 1200-1500 კალორია დღეურად, რომელიც ადამიანს სჭირდება, თქვა 1500 რა, რომ ყველა მეტისწილად ამდენს ამბობს. თუ შენ 500 კალორიას გამოვაკეთებ, თქვა 1800, 2000 არ ეცადო რომ ეგ დაიკიდო და კალორიაჟი ჩაიყვანო 1500-მდე, უფრო ნაკლებამდე, იმიტომ რომ სწრაფ კლებას ჯობია რომ სტაბილურად ნელა მოიკლო, იმიტომ რომ სტრესის ჰორმონი არ გამოიყოფა. პლუს სტაბილურად შეინარჩუნებს მერე იმ წონას, ენერგია, ვიტამინები და ხასიათი არ დაგაგდება წესიერი.
მატების დროს 500 კალორიას ვიმატებთ, უბრალოდ კონცენტრაცია მეტი გვაქვს ცილაზე და ვარჯიშობთ იმისთვის, რომ ეს ცილა მაქსიმალურად კუნთის სამშენებლოდ გამოვიყენოთ და ენერგიაც დავხარჯოთ, რომ ნახშირწყლები ცხიმად არ გარდაიქმნას და მოკლედ წონაში ვიმატებთ რა. ეს შემიძლია გითხრათ სულ კალორიებზე. დავიშვიმე. ხო, მოკლედ რატო ვაგრძელებ ახლა მანქანაში რა? ვერ მოვასწარი ბოლომდე თემის ჩასრულება, იმიტომ რომ ძალიან დიდი თემაა ცილა-ცხიმი, ნახშირწყალი და კალორიები. ამიტომ გადავწყვიტე რომ ბარემ მანქანაში დავასრულოთ, ვიდრე გავაგრძელოთ სხვა ვიდეოში მორჩენილი ნაწილი რა. როდესაც წონას ვიმატებთ, ან როდესაც წონას ვიკლებთ, ან როდესაც წონის შენარჩუნებაზე ვართ, ჩვენს კალორიაში ცილა-ცხიმი და ნახშირწყალი უნდა მივიღოთ სხვადასხვა თანაფარდობით. ამ თანაფარდობას ახლა არ ჩამოვთვლი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს სიტყვიერად შეიძლება ვერც დაიმახსოვროთ, თუმცა რაც უფრო მეტად გვინდა რომ წონა გაიზარდოს, რა თქმა უნდა, ლოგიკურად ცილას ვიღებთ მეც რა. დეტალურად ეს რაოდენობები და ასე შემდეგ ციფრებით მიწერია Telegram-ის არხზე, შეგიძლიათ შეხვიდეთ, ნახოთ, შეინახოთ, გამოიყენოთ, პირიქით გამიხარდება, რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს. და რატო არ ვეთანხმები მე კალორაჟს რა? პირველ რიგში პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, კალორაჟის დათვლა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ცილა-ცხიმი, ნახშირწყლის. ეს ბევრჯერ ვახსენე და კიდევ ალბათ ბევრჯერ ვახსენებ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მისაბაძი ბოდიბილდერი და ალბათ ყველაზე წარმატებული ბოდიბილდერი რონი კოლმანიც კი იძახის ძალიან ბევრ ვიდეოში, რომ მე კალორიებს არ ვითვლი და მაკრონუტრიენტებს ვითვლიო, რაც დასაფასებელია. სინამდვილეში უკეთესი არის, რომ დავითვალოთ მაკრონუტრიენტები, ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი, რომელიც ერთხელ რომ გავიგებთ ჩვენი სხეული რა რაოდენობით იღებს და ასე შემდეგ, უფრო გამოგვადგება ყოველ დღიურობაში. იმიტომ რომ მაგალითად რაღაცას რო აწერია 510 კალორია, შეიძლება ამ 510 კალორიაში 90% იყოს ნახშირწყალი. რაც ჩვენ არაფერში არ გვადგია, იმიტომ რომ ცილაც უნდა მივიღოთ და ცხიმიც. მერე უკვე ცალკე უნდა დავაკვირდეთ, რამდენი აქვს აქედან ცილა, რამდენი ცხიმი, რამდენი მივიღეთ, კალორია, რამდენი დაგვრჩა, მერე ესე შემდეგ და ასე შემდეგ, ან შეიძლება ვიღაცამ საერთოდ ვერ გაიგოს ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი და პირდაპირ კალორაჟი დაიწყოს და მიიღოს ნახშირწყლით მდიდარი საკვებები და ცილა ვაფშე დაიკიდოს ფეხებზე რა. ამიტომ ძალიან მარტივად ვდგებით, ვიკიდებთ საერთოდ კალორაჟს და გადავდივართ ცილა-ცხიმ ნახშირწყალზე. მაგრამ მაინც იმ ადამიანებისთვის მოდი ვახსენოთ, რატომ და როგორ შეიძლება დავითვალოთ ეს კალორაჟი რა. ცილა და ნახშირწყალი 1 გრამი არის 4 კალორია. მარტივად რა, 1 გრამი ცილა უდრის 4 კალორიას. ხოლო ცხიმი არის ორჯერ მეტი. ზოგან წერია 8 კალორია, ზოგან წერია 9 კალორია. ეგ თქვენ გადაწყვეტეთ, არ არის პრობლემა, დიდ სხვაობას არ მოგცემთ. აქედან გამომდინარე, მოდი ვთქვათ, უფრო მარტივი რო იყოს, ცილა და ნახშირწყალი არის 4 კალორია, ცხიმი არის ორჯერ მეტი, 8 კალორია. всё, ეგ არის. ანუ რას ნიშნავს ახლა? თუ გჭირდება 2500 კალორია, უნდა გავყოთ ან 4-ზე, ან 8-ზე და მივიღებთ რამდენი გრამი უნდა მივიღოთ. ეხლა ჩავყვეთ უშუალოდ მაკრონუტრიენტებით. სტანდარტულად, აი, რამდენი ვისაუბრე ხო ყველაფერს? სტანდარტულად გადავიდეთ ძალიან მარტივად. ადამიანს დაახლოებით ჭირდება 1-დან 1.5 გრამამდე ცილა კილოგრამზე, 2-დან 3 გრამამდე ნახშირწყალი, 2 გრამი ჭირდება ქალსაც და კაცსაც. უბრალოდ სტანდარტულად როცა ცხოვრობენ, თუ ვარჯიშობ, რა თქმა უნდა, ან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობ, შეგიძლია რომ მიიღოს 3, 3.5 და 4 გრამიც თუ ვარჯიშობ რა. გასათვალისწინებელი ის არის, რომ ზედმეტს რომ მიიღე, უკვე ცხიმში გადააქ რა. მე ყოველთვის ვამატებ ხოლმე 3 გრამს, ამ 3 გრამში შედის მარტო ნახშირწყლები და არ შემყავს ხოლმე ბოსტნეული რა. რადგანაც ბოსტნეულს ადამიანი რო იღებს 3.5, 3 და რაღაცაზე მაინც ადის და მოკლედ
ჯდება ბალანსში რა და ცხიმს რაც შეეხება ზოგადი სტანდარტი არის 0.5-0.7 გრამი. კილოგრამზე გადავანაწილებთ ამ ყველაფერს და ეგ არის. თუ ვატყობთ რომ ცოტა ცხიმში წავედით, ცხიმს არ ვაკლებთ ნახშირწყლის რაოდენობას, ანუ 1 გრამზე თუ გვიწერია 2.5, ჩამოვიყვანთ 2.2-ზე ან 2-ზე და ეგ არის. თუ ვატყობთ რომ წონაში არ ვიმატებთ და კუნთი არ იზრდება, ნიშნავს იმას რომ ჩვენი ცილა ნაკლებია და ვუმატებთ. ცილის დამატება შეგვიძლია 1 გრამიდან შეიძლება 2.5-მდეც მიიღოს სტანდარტულად ნორმალურმა ადამიანმა, უბრალოდ თუ არ ვარჯიშობ, ეს ცილა არსად არ მიდის, ისევ მე ენერგიის სახით იხარჯება და არაფერში არ ვიყენებთ რა. ამიტომ ჯობია რომ მივიღოთ ცილა ის რაოდენობა, რომელიც ორგანიზმს სჭირდება იმისთვის, რომ ისევ კუნთი ააშენოს და კუნთი წარმოქმნას რა. გვაქვს უკვე დღეში რა რაოდენობის ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი ჭირდება ამ ადამიანს. მე ამ ყველაფერს გადავიტანთ უშუალოდ დღის წესრიგში. სულ ეს იყო. ვისაუბრეთ ყველაფერზე. უფრო დეტალურად მაქვს ახსნილი, როგორც ავხსენი Telegram-ის channel-ში, რომელშიც ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია რომ გაწევრიანდეს, არის უფასო. დანიშნულება არის ის, რომ თქვენივე ცხოვრება შეიცვალოს დადებითისკენ, ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოუწოდო ყველას. ჩემი YouTube-ის, Telegram-ის და სხვა სოციალური ქსელების მთავარი დანიშნულება არის ეგ. ამიტომ მე პირიქით მიხარია, როდესაც იყენებენ ამ ყველაფერს და რაც უფრო მეტი იქნება აქტივობა, მეტი შესაძლებლობა მექნება რომ კომპანიებსაც შევეხმიანო, მეტი ფასდაკლება შემოგთავაზოთ, როგორც ეხლა ეს აპლიკაცია შემოგთავაზეთ, რომელზეც მალე ვეცდები რომ ფასდაკლებაც გარკვეულწილად გავჩითო და სამომავლოდ იდეაში იმედი მაქვს რომ ძალიან ბევრ კარგ ცვლილებებს შემოგთავაზებთ. მოიწონეთ, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, გაუზიარეთ მეგობრებს, რომ არსებობს გიორგი ბულისკერა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესზე საუბრობს და მოგიწოდებთ რომ თქვენც იყოთ +1 ადამიანი, ვინც მის ცხოვრებას ჯანსაღი წესებით გაავსებს და გაამდიდრებს. და შემდეგი ვიდეოთი შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა რომ იყურეთ ბოლომდე. წარმატებები.